ჩემი ბავშვობა მახსოვს ფანტასტიურად, კარგად, ძალიან ნათლად მახსოვს და ალბათ უფრო ბაღის პერიოდი, აი ძალიან პატარობიდან, როდესაც აღვიქვი ჩემი თავი, აღვიქვი სამყარო, შეძლების დაგვარად. აი ეს პერიოდი მახსოვს, აქედან მოყოლებული, უკვე ყველაფერი მახსოვს, რაც მოხდა ჩემს თავს. მე ოცნება ვერც მოვასწარია, არ მიოცნებია პროფესიაზე. როგორც ყველა ბავშვი, მეც რაღაცა სახლში ვთამაშობდი, ხან მასწავლებელი ვიყავი, ხან მსახიობი ვიყავი, ჩემ დებთან ერთად, ხან ბალერინა ვიყავი და აი ეს როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ აი ეს ჩემი გზა ისე თავისთავად ბუნებრივად დავიწყე პატარობიდან სიმღერა და ისე გადავიდა უკვე მე პროფესიად იქცა ეს ჩემი სიმღერა, რომ არც მიფიქრია, რომ აი სხვა რა უნდა ვაკეთო. არ მქონია ეს კითხვის ნიშანი. ვიცოდი, რომ ეს არის ჩემი საკეთებელი საქმე. ეს იყო პირველი ჩვენი გამოჩენა საკავშირო არხზე, ტელევიზიის, ეს იყო საახალწლო ღამე. ესეთი ცისფერი ეკრანი ერქვა, აი ამას როდესაც მაშინ ჩვენ საბჭოთა კავშირი ერქვა ამ დიდ ტერიტორიას და სხვადასხვა ერები ერთად ცხოვრობდით ერთ სივრცეში. ეს იყო უზარმაზარი სივრცე და უყურებდა ყველა აი ამ ღამის გადაცემას და აი მე მახსოვს ეს ღამის კონცერტი რო უკვე მეძინებოდა, ვეღარ ვძლებდი, მეხუჭებოდა თვალები, მაგრამ ვიცოდით რომ უნდა ყოფილიყავი ტელევიზორში პირველად და გავუძელი და რა თქმა უნდა დავიძინე და აი რო გავიღვიძე, გათენდა, აი როგორც ფილმებში რო გინახავთ მონტაჟის ხარჯზე აჩქარებული, აი ყველაფერი და წარმატებები. აი ესეთი რაღაც საოცრება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, არა მარტო ჩემ გოგოებთანაც. გვიცნობდა მთელი აი ამხელა ქვეყანა, მოდიოდა უამრავი აი ზღვა წერილები ქუჩაში უკვე გცნობდნენ, გვეფერებოდნენ და აი მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა მართლა ზღაპრის მაგვარი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და დაიწყო ეს ჩვენი ზღაპრული შრომა, თან წარმატება, თან ტაში, თან სიყვარული და მოგზაურობა და რა ვიცი, ბედნიერი ჩვენი წლები. იცი, პატარობიდან, როდესაც მეტყოდა ვინმე უფროსი, უცნობი, თუნდაც ან ძალიან ცნობილი და საპატივცემულო ადამიანი, რომ მეტყოდნენ რაღაც აქებარ სიტყვებს შემაქებდნენ, იქვე მიერე მიამატებდნენ ხოლმე, რომ ოღონდ თავში არ აგივარდეს. და აი თითქოს ყველაფერს გადაუსვამდნენ ხაზს, იმიტომ რომ საოცრად მწყინდა, როცა აი ამ გაფრთხილებას მაძლევდნენ, იმიტომ რომ არაფრით არ მესმოდა, რომ აი რა შეიძლებოდა თავში ამვარდნოდა და ან რანაირი უნდა გამხდარიყავი ამის მერე, აი მე ეს არ მესმოდა და ცოტა მწყინდა ხოლმე რომ აფრთხილებდნენ. ვპატიობ მარტივად, მაგრამ მახსოვს, მაგრამ არასდროს არ ვუხდი სამაგიეროს, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან უღირსი საქციელია, მაშინ რას ნიშნავს პატიება, ხო, არა. ხო, უბრალოდ არც მიყვარს ამ თემაზე, აი რაღაც მერე რომ დასხდებიან და არჩევენ, აი რაღაც თვითონ ამ ფაქტის. ის ჩემი გადაწყვეტილება არის, მე ვაპატიე, იმიტომ რომ არ მიღირს მე მით უმეტეს ახლობელი და მეგობარი, მე ვერავის ვერ დავკარგავ ვერაფრის გამო. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქამდე არ მივიდეს. არ მიყვარს რაღაცა ესეთი ექსტრემალური სიტუაციებს მე თვითონ არ ვუქმნი ხელოვნურად ჩემ თავს, თუმცა კი როცა ჩემგან დამოუკიდებლად იქმნებოდა ესეთი სიტუაციები, ახალგაზრდობაში უფრო ხშირად ალბათ, რაღაცა იმის იმპროვიზაციის უნარიც მქონდა და აი რაღაცა
როგორ მემოქმედა, ამას უცებ პოულობდი რაღაცას გამოსავალს და მოქმედებას. ხო, არ ვიბნეოდი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ჩემით არ ვეძე. არა ვარ ჯერ ერთი ისტერიული ადამიანი, პანიკეორებს არ შემილია, მიშლიან ხელს. აბსოლუტური სიმშვიდე, მეუფლება და რაღაც საოცარ არ ვემალები პრობლემას და განსაცდელს, როცა მოდის ის ჩემს თავს, ჩემს ცხოვრებაში და თითქოს თვალნათლივ ხედავ, რომ ეს მოვიდა და არასდროს არ მაქვს ის, რომ აუ მე რატო დამემართა და ვიღაცას იმას არა, ეს არის ჩემი წილი, განსაცდელი, ჩემი ჩასაბარებელია და ამას ვუყურებ მე როგორც გამოცდას. ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვინც ფიზიკურად აღარ არიან ჩემს გვერდზე, ოღონდ ამით მე არავის არ ვაწუხებ, უბრალოდ სულ ვიხსენებ კარგ ამბებს, სულ ვიხსენებ როგორ ვიცინოდით ერთად და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდით და ძალიან ხალისობდით. ოღონდ ეს არის ჩემთვის ყველაზე ეს არ მტანჯავს, ამის თქმა მინდა, რომ არც მე ვიტანჯები ამისგან და არც მათ ვაწუხებ და არც გარშემო. ეს ჩემთვის არის, ჩემთვის მარტო რო ვარ ან რაღაცა, ოღონდ ამათ ვიხსენებ და კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ესეთი ადამიანები შემხვდნენ და რომ ესეთი ლამაზი იყო ჩემი ცხოვრება, ესეთი საინტერესო იყო და ესეთი ბედნიერება იყო, მაგრამ ის არ დამთავრებულა, კი ისინი არ არიან, მაგრამ ხო შეიძლება და საერთოდ არ შემხვედროდნენ და მე ამას ვაფასებ და ვიხსენებ. რაზეც ვთქვი ჩემს ცხოვრებაში, რომ მე ამას არ გავაკეთებ და მე ამას არ ვიზავ, ისეთ სასაცილოდ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი გავაკეთე ის, რაზეც ვთქვი, რომ ამას არ ვიზავ, იმიტომ რომ ისე მოეწყო. და ამიტომ ვისწავლე ჭკუა და არასდროს არ ვამბობ, რომ შეიძლება რომ გავიფიქრო, იქვე იმ ფიქრსაც კი ვამუხრუჭებ, რომ არ მინდა, რომ ეს არ. ამიტომ არასდროს აღარ ვიძახი, რომ ამას არ ვიზავ და მე ესე როგორ არა. ადამიანებთან ურთიერთობაზე და მე არ შემიძლია რაღაცა ჩაკეტილი ცხოვრება და სახლში ვიყო მარტო და სიმშვიდეში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი. მე მიყვარს ხალხი, ბევრი ადამიანი, რო ირევა, ხმაური მიყვარს და რაღაცა შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მე თვითონ რაღაცა ესეთი 7 ადამიანის ის ამაქვს შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ მე მიყვარს, სადაც ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან ხმაური როა, ირევა, სიცილია, ანუ სადაც სიცოცხლე ჩქებს, არ მიყვარს ეს სიმშვიდე და ეს ამაზე ვერ ვიტყვი უარს, სულ მინდა რომ ხალხთან ვიყო, ვიურთიერთო და ეს წარმოუდგენელია ამის გარეშე. არის რაღაცები, რაც ჩემში იწვევს საშინელ, არ მინდა, დარეკვას ვერ ვიტან სადღაც, ვერ ვიტან რაღაცის თხოვნას, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა ვთხოვ, ესეთი რაღაცას და გადავდებ, არა დღეს არა, ხვალ დილას და ოღონდ ყველაფერს ვიზავ, რომ კი გავაკეთებ ამას მაინც, მაგრამ ეს მიჭირს. ერთი ესეთი მოვლენა კონკრეტული არ არის, იცი, მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვაანალიზებ ყველანაირ მოვლენას, ყველაფერს რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გარშემო, ზოგადად რა, მთელი ჩემი ცხოვრების გზა რაც არის, სულ ვაანალიზებ და სულ რაღაცას ვსწავლობ. კი შეცდომის ხარჯზე, ბევრჯერ რაღაცა ტკივილის ხარჯზეც, მაგრამ სულ რაღაცას ვსწავლობ, რაღაცას ვხვდები, რომ ესე ყოფილა თურმე. და იმიტომ კი არა, რომ აღარ დაუშვებ. არა, უბრალოდ, ცხოვრება რო იწყება ჩემი პირადად ასე. უამრავი, უთვალავი კითხვის ნიშნები იყო ესე, რო წარმოიდგინოდა. რაღაცაზე იმებზე ნელ-ნელა რაღაც ის ქრება ის, იმიტომ რომ პასუხები მივიღე ბევრ რაღაცაზე. ბევრიც არ ვიცი კიდე, იმიტომ რომ იმედია ალბათ კიდე მაქვს გასავლელი და ბევრი კითხვის ნიშნებია და სანამ ეს კითხვის ნიშნები არსებობს, საინტერესოა და თუ ეძებ ამებზე პასუხს,
საინტერესოა შენი ცხოვრება და მე თუ დასკვნას აკეთებ და რაღაცას სწავლობ. ხანდახან ჩავიხედავ, ხანდახან უცებ დედაჩემს მივამსგავსებ ჩემ თავს. ერთ დღეს მამაჩემს ნაკვთს დავიჭერ. ამ დროს არც ერთს არ ვგავდი აი ესე, მაგრამ რო აღარ არიან, ეხლა აი რაღაცებს ვიჭერ ჩემ ერთ დღეს ისავ არ მეორე დღეს ძალიან კი არა, მაგრამ რაღაცით უცებ დავიჭერ მსგავსებას.